ჟამი მიმატებდა სერდას რაც ამ ქვეყნად სოდვა ბრალი ტრიალებს ზეც არადო მარშავდება ნეტა მართალი არ ვიცი გაგონილად ცეცხლად მეკცა წყალი ღმერთო ჩემო ჩემი ცოდვით დაიწვი ერთხელ მაინც გაახილე თვალი მე დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო რა დაატრიალე შენი გულშემატკივრების გულში და განსაკუთრებით გორში ახლა რა ხდება. მოდი გადავიდე ჯიურისთან და ქალბატონი ნინო ქათამაძე რას გვეთქვის, როგორ შეგვაფასებს? დღევანდელი ვერსია გოგი ჩაბაძის ბედის ბორბალი იყო ძალიან რბილი და ლამაზი ფორმით შესრულებული, ანუ გულისხმობ ბენდს ზაზას ხელმძღვანელობით, რაც ჩემთვის მოსაწონია. იცი რა ვფიქრობდი, რამდენად ეს რთულად მოსაყოლი სიმღერა, რამდენად სინთეზში იქნებოდა იმ არანჟირებასთან, როგორც თქვენ შეასრულეთ. მე ვფიქრობ გამოგივიდათ. იქ რაღაცა იყო, სიტყვები, დეტალები, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არის სიტყვა, რასაც უნდა, რომელი სიტყვის მარტო დატოვება არ შეიძლება და ასე შემდეგ. მაგრამ ალბათ ეს უფრო პრაქტიკის შემდეგ შეიძლება მიხვიდეთ ამ გამოცდილებამდე, მაგრამ თქვენი შესრულება და არანჟირების ფორმა აბსოლუტურად სრულყოფილად იყო სინთეზში და მე მომეწონა. დიდი მადლობა. გადავინაცვლოთ ბატონ ნიკოლოსთან გისმენთ. ეხლა უსმენდი ამ სიმღერას და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანი, რომელზედაც მე მგონი სადოქტორო დისერტაცია მაქვს დაშლილი, იმიტომ რომ დაახლოებით 11 ვერსია მაქვს გაორკესტრებული ამ სიმღერის, მაგრამ არც ერთი ისე როგორც დღეს და ძალიან მე სიამოვნა, რომ ესე ვთქვათ, მსუბუქი სამბის და ბოსანოვის ერთ ჟანრში მოვისმინე. სხვათა შორის თვითონ შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ტრაგიკული სიმღერაა და ასეთი ვერსია და შენი ხასიათი მართლაც ნინოს თქმის არ იყოს, ვფიქრობდი, რომ რამდენად მოუხდებოდა ერთმანეთს და იცი, ერთადერთი შენ რაც გააკეთე, უფრო რომანტიული გახადა ეს სიმღერა და თავისთავად შინაარსობრივი მიმართულებაც ცოტა შეუცვალეს. სწორია, აბარა, შენ რო გემღერა ისე როგორც
ამ სიუჟეტიდან გამოსულიყავი, მაშინ არ მოუხდებოდა ამ არანჟირებას. აქედან გამომდინარე არც გიორგი და არც შენ. აქედან გამომდინარე, მე მგონი მაინც წარმატებად შემიძლია ჩავთვალო შენი გამოსვლა, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვამბობ იმ სიმღერაში, რომელსაც ჩემთან ერთადაც და ისედაც ასრულებდნენ ნამდვილად ბრწყინვალედ სხვადასხვა მომღერლები და მე ამის მიუხედავად სიამოვნებით გისმენდი შენ. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის, თქვენ კი მაყურებლებო. თუ გსურთ რომ გიორგი ნადიბაიძე დარჩეს საქართველოს ვარსკვლავში, ნუ მიანდობთ მის ბედს სხვას, თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება აუცილებლად იაქტიურად დარეკეთ ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტებმა ნომერზე 093335. იაქტიურად იმედი მაქვს რომ ეხლა დაირაზმებიან შენი გულშემატკივრები, მათ შორის გორიდანაც აუცილებლად ძალიან გვერდს დაგირეკავენ.